დღემშვიდობის მეგობრებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის ხსენება წმინდისა იობ მრავალნებულისა. შეგეციო და გფარვიდეთ ყველას ერთად. შეგვეციოს ღვთისაწინაშე წმინდა იობ მრავალნებული, რათა ის ჩვენი პატარ-პატარა განსაცდელები მშვიდობით და უდრტვნელად გადაგველახოს და უფალი გვედიდებინოს. გულოცავ ანგელოზის დღეს მის მაღალყოლოდუსამდელო ესობას როველ ურბნელ მიტროპოლიტ იობს დიდი სიყვარულით დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ თქვენმა მფარველმა წმინდანმა მეუფეო დაგლოცე და მოგვიხსენეთ. ეხლა მინდა შევეხო ისევ იმ აქტუალურ თემას, რომელიც ტრიალებს სოციალურ სივრცეში და ქვეყანაში. როგორც ნახეთ, მისი უწმინდესობის ჩვენი კათოლიკოს პატრიარქის განცხადებას მოყვა ჟრიამული და შეტევა პატრიარქს. და ჩემ პირდაპირ ვალდებულებად ვთვლი, ისევე როგორც ყველა ადამიანის თავისი აზრი დააფიქსიროს და დადგეს სიმართლის მხარეს, ეკლესიის მხარეს და ამით გამოხატოთ თანადგომა არა მარტო პატრიარქისადმი, არამედ ჩვენი თანამონაწილეობა ამ მნიშვნელოვანი საკითხისადმი, როგორიც არის და რომელიც არის აბორტის აკრძალვა, რომელიც არის უმთავრესი ცოდვა, უდიდესი ცოდვა ადამიანების მიერ საკუთარი ხელით შვილის კლა. და პატრიარქმა თქვა ესეთი რაღაც, რომ თუ ჩვენ ამ ცოდვის აკრძალვას არ გავაკეთებთ, კანონმდებლობით თუ არ აიკრძალება, ჩვენ გვემუქრება როგორც დემოგრაფიული კატასტროფა, ასევე ოჯახები, სადაც ეს ცოდვა ტრიალებს, მათ ბედნიერება არ უწერიათ. ეს სხვათა შორის პირველად არ უთქვია, მეც არაერთხელ მithქვამს, წმინდანები ამაზე საუბრობენ და ახალი აქ არაფერი არ არის. მაგრამ ადამიანები არიან, რომლებსაც მე ვეძახი კოღოს მწურავებს. აი კოღო რო უნდა გამოწორონ და მე იქიდან სისხლი დალიონ, ძალიან კარგად იციან რაც თქვა პატრიარქმა, მაგრამ ამას შემდეგ შემოატრიალებენ ხოლმე ეკლესიის საწინააღმდეგოდ. და კითხვები, პოსტები შემხვდა ძალიან ბევრი, სადაც ამბობდნენ, რომ როგორ შეიძლება პატრიარქმა ესეთი რაღაც თქვას და აი ეს ხო იმედის მოკლა და ყველას აქვს აბორტი გაკეთებული და აბა რა გვეშველება. მე მინდა გითხრათ, რომ შეიძლება თუ არ შეიძლება კი არა, აუცილებლად შეიძლება და პირდაპირ ვალდებულებაა პატრიარქისაც, მღვდელმთავრებისას და ყველა მოძღვრისა ცოდვის მხილება და მოწოდება ცოდვის საწინააღმდეგოდ. ეს იქნება ერისადმი თუ საზოგადოებისადმი თუ კონკრეტულად ხელისუფლებისადმი. რაც შეეხება ამ სიტყვებს, რომ ის ოჯახი ბედნიერი ვერ იქნება და თუ კი ვინმე ჩათვალა ან ვერ გაიგო, მათთვის ვაკეთებ, რაღაცა თავი სასწრაფოებაში ჩავარდა და ასე შემდეგ, თუ კი ვინმე ასეთი არის, მათთვის ვაკეთებ ამ განცხადებას, თორე კოღოს მწურავებზე არ მაქვს ლაპარაკი, მათ ძალიან კარგად იციან, რაც თქვა პატრიარქმა. ეს სიტყვები ნიშნავს შემდეგს. თუ კი ოჯახში, სადაც აბორტი არის ჩვეულებრივი ცხოვრების წესი, ანუ განგრძობით ფორმაში ეს გრძელდება, თავისთავად ესეთ ოჯახს, ისევ როგორც ქვეყანას, ბედნიერება არ უწერია. არც ერთ შემთხვევაში. მაგრამ ეს იმას ანიშნავს, რომ ადამიანს, ვისაც აბორტი გაუკეთებია, მას უფალი არ შეუნდობს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ძალიან მძიმე და უმძიმესი ცოდვა არის, მაგრამ ყოვლად მოწყალე და ყოვლად სამართლიანი უფალი სინანულის შემთხვევაში ადამიანს შენდობას პირდება და ჩემ სულამწოდით შენდობა მიგვიცია და ეკლესიის წევრები არიან ჩვეულებრივ და ქრისტესგან ხსნას ელოდებიან
და გვიზიარებიან და ეზიარებიან ესეთი ადამიანები. ასე რომ აქ ლაპარაკი არის განგრძობით ფორმაზე. ანუ თუ კი ადამიანი გამუდმებით აი ამ ყველაფერს ჩადის, აბორტებს იკეთებს, ესეთ ოჯახს და ესეთ ქვეყანას ბედნიერება არ უწერია. დიახ, კი ბატონო, ეს ასე არის. მაგრამ თუ კი შეინანებენ, თუ კი მოტრიალდებიან ღვთისკენ, სინანულში იქნებიან, თავისთავად ღმერთისგან შენდობას მიიღებენ. ზიარებაც ხდება შემდეგ გარკვეული ეპიდემიების შემდეგ ადამიანის და ეკლესიის მიერ ნუგეშის მიცემა და ღმერთი მათ მისცემს ბედნიერებასაც და ცხონებასაც. ოღონდ თავისთავად ეს ტკივნეული პროცესია და ესეთი ადამიანი გამუდმებით სინანულში უნდა იყოს და თავისთავად აღარც უნდა იფიქროს მსგავსის გაკეთებაზე და მსგავსის ჩადენაზე. ერთ მაგალითს მოვიყვან კიდე და დავამთავრებ, როდესაც იონა წინასწარმეტყველი მიდის, გუშინაც ვახსენდა დღესაც ნინევიაში და ეუბნება, რომ თუ არ მოინანიებთ, ეს ქალაქი გაქრება და განადგურდებით. იმიტომ რომ მძიმე ცოდვებში იყვნენ. ანუ შემდეგ რა ხდება? ეს ადამიანები მარხულობენ, ლოცულობენ, ცოდვაზე უარს ამბობენ და უფალი პირიქით წყალობას მიანიჭებს მათ და ღვთის სამართლიანი მსჯავრი აღარ აღესრულება, ანუ უფალი შეიწყალებს ამ ხალხს. იონა რომ მისულიყო და ეთქვა, რომ რა კარგები ხართ, რა კარგად დაკეთებთ, როგორი კარგი ადამიანები ხართ, ხო არ სინანულში არ ჩავარდებოდნენ. ამიტომ ეს პირდაპირ ვალდებულებაა სასულიერო პირის, მღვდელმთავრის, პატრიარქის, იონა კონკრეტულ შემთხვევაში წინასწარმეტყველი იყო, ხილება და ვინც ამ სიტყვებს ატრიალებთ, შეგნებულად და შეურაცხყოფთ პატრიარქს და ეკლესიას, თქვენ ხართ კოღოს მწურავები, რომლებიც კოღოდან გინდათ რომ სისხლი გამოწუროთ და დალიოთ. ლეში ჭამია კოღოს მწურავები ხართ. თუ ვინმეს არასწორად გესმოდათ და გაიგეთ, აგი რა გიხსენით ახლა, რასაც ეგნიშნავდა. სამწუხაროდ ჩვენი საზოგადოება სიმართლეს არ არის მიჩვეული და არ უყვარს სიმართლე და ეს ძალიან ცუდია და მაგიტომაც ავართ იქ, სადაც ვართ, ჭაობში. მე კიდე ერთხელ მადლობას ვუხდი ჩვენს პატრიარქს ამ თემის სამოწევისთვის, თანადგომას უცხადებ და ყველას იგივეს მოვუწოდებ. ვერთდები მის მოწოდებას და მოვითხოვ ხელისუფლებისგან აიკრძალოს ჩვილთა კვლავ აბორტი კანონმდებლობით და მოვუწოდებ ყველას, ყველა შემოუერთდეს ამ მოწოდებას და ყველამ გააკეთეთ განცხადებები და მოვთხოვთ ხელისუფლებას ვაჩვენოთ რამდენი ვართ. რომ უმრავლესობაში ვართ ჩვენ სწორად, საღად, ქრისტიანულად მოზრუნე ადამიანები. მერთმა დაგლოსოთ, მერთმა გაკურთხოთ, გაგახარო და გაგაძლიეროთ. მერთმა ინებოს რომ ჩვენს ქვეყანაში სიმართლე შევიყვაროთ და სიმართლის თქმელი და სიმართლის მოყვარული ხალხი გამრავლდეს და დამიჯერეთ და დამერწმუნდეთ, რომ ყველა ცოდვას უფლის მადლით, ჩვენი ერთობით, სიმართლის სიყვარულით დავამარცხებთ. უფალი შეგვეწევა. მერთმა დაგლოცოთ და გაკურთხოთ.